მადლობა რომ თქვენ პირადად განსაკუთრებით ყურადღება მიაქცეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ პრობლემა სერიოზულია. ჯერ საერთოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის, რა ვიცი, რუსეთში და ირანშიც კი ალბათ იშვიათად გამოიყენებოდა, საერთოდ გამოიყენებოდა, იმიტომ რომ სხვა მექანიზმი და სხვა ფორმები არსებობს, ზეწოლის და ხშირად უარესი რა თქმა უნდა, მაგრამ საერთოდ იმდენად აბსურდული და დრაკონულია ეს ნორმა, რომ ადამიანს გადაკეტვისთვის გამო კი არა, დგომის გამო იჭერენ ადმინისტრაციული წესითაც, ეს პრობლემაა სერიოზული. ამ შემთხვევაში გაცილებით ძიმეა საქმე, იმიტომ რომ 10-მდე ადამიანს, არის ზუსტად ეხლა მე რამდენიმე ჩამოთვლი, ყველას შეიძლება ვერ გავიხსენო და ბოდიშს მოვხვდი, ეს არის ბამაშვილი მიქაიები, ეს არის პაჩოკუცია, ეს არის ანა ბდეიანი, დავით ჭკადუა, ბაჩოკუცია ვახსენე, ხო შეიძლება ვიღაცა გამომჩხო, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი, ცნობილი ყველასთვის კარგად, არის რა პრინციპი დაგვარჩიეს, ალბათ აქტიურობის ხარისხით და კიდე რა სხვა პრინციპებითაც გამოგვარჩიეს და ჩვენ გვემუხრებიან ერთწლიანი პატიმრობით, ეს უკვე გადაწყვეტილებაში ჩანს, გადაწყვეტილება მოწამოვიღე, იმიტომ რომ ბევრი იმდენად წარმოუდგენელი ამბავია, რომ მართლა რა ვიცი, შინაურებიც კი ძნელად იჯერებენ ამას, აი აქ წერია პირდაპირ. ეს არის უბრალოდ მინდა განახოთ, ეს მონოსამართლე, სხვას ვერაფერს დავარქვევ, თუ არის საშუალება ახლდან ვაჩვენო, ეს ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, რომელსაც ეთქვა დაწინაურება უნდა ესეთი, ასე ვთქვათ, რეპრესიების, წარმოუდგენელი რეპრესიების განხორციელებაზე ხელის მოწერით, იმიტომ რომ როგორც ჩანს, გამოცდილმა სანქციებულმა მოსამართლეებმაც ყველამ არიკადრა, რა ვიცი, იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ნაწილი არ ჩანს იმ ცნობილი სანქციებული პირებიდან და ეს ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. შესაძლოა ცოტა უფრო მეტი სჭირდებათ ახლა რაოდენობრივადაც ასეთი მოსამართლეები რა. არ ამგონია, იმიტომ რომ ეს ჯერჯერობით იმდენი არა ვართ, რომ ის ექვსეული ცნობილი არ მაინც ფიქრობთ, რომ ვიღაცეებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ წარმოადგენელი კონსტიტუციას სრულიად შეუსაბამობაში, კონსტიტუციაში წერია, რომ არ ჭირდება წიასარი გაფრთხილება სახელმწიფოს იმის თაობაზე, რომ აქცია ჩაატაროს სადმე და მით უმეტეს ტროტუარზე ხო და ამაზე ხელის მოწერა, ხო ეს არის ეს ადამიანი ეთქობა, როგორც აი მაგალითად პოლიციელებს შორის ერთი გამორჩეული იყო და მე მგონი ერთ-ერთი ჩემი დაჭერით დაიწყო კარიერული აღმასრულა და მე დაარქვეს გოგაბინა მემანიშვილი გემახსოვრებათ ეს ადამიანი და ესე თუ ეთქვა ცდილობს ესეთი მოსამართლეების ხელით თვითონ მოსამართლეს თავი გამოიჩინა თუ ის შეარჩიეს, ნუ ესეთი პერსონაჟი არსებობს, რო ვიცოდეთ და ამას მოკლედ ამასთან გექნებათ საქმე. არა, ამან ესე იგი მოაწერა ხელი იმას, რომ ეს მისი აზრით არის სისხლის სამართალი. მით უმეტეს როცა სასამართლოში შეიძლება სხვა დაგხვდეთ და არა ეს სისხლში არა, ეს ადმინისტრაციულმა თან ეს კანონი კიდე იმ ხრივ არის ჩახლართული ამბავია, მაგრამ საინტერესო რომ კანონის მიღებამდე ვიჯექით მე და თქვენ პატიმრობაში ქუჩის სამანქანო ნაწილზე დგომის გამო ძალიან უნდა ხო, ანუ ის რომ მიიჩნიეს სამართალ დარღვევად და დაგაპატიმრეს, ესე იგი იმას დააფუძნებენ ახლა ამ ამბავს. ანუ ეს არის განმეორება ნიშნავს ტროტუარის მიღებამდე არსებული დარღვევას, რომელიც ნიშნავს კანონის სანამ არ იყო როგორ გავითვალისწინებთ გაურკვეველია, ახლა გავითვალისწინებთ რა სხვა საკითხია, მაგრამ ნუ აი ეს არის ჩანაწერი, მე უბრალოდ აი ეგერ გადმოგცემთ ამას, შეგიძლიათ ყვითლად სულ 3 სტრიქონია, შეგიძლიათ თქვენს გაეცნოთ და სამართალ დარღვევის საქმე იცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ დაწყებული რაღაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტს. სისხლის სამართლის ნიშნები ტროტუარზე დგომაში დაინახა აი ამ ადამიანებს ჭყალებში, ჩემს ქმედებებში. ნუ ეხლა რაზეა საუბარი, დიქტატურის დამყარების სერიოზული მცდელობა, ეხლა დღეს სამ შემოვიდოდი ეთერში გზაში წავიკითხე, რომ რაღაც არასამთავრობოების წინააღმდეგ კიდევ ანუ ცდილობენ ყველა ადამიანი, რომელიც აქტიურია ამა თუ იმ ფორმით, იქნება ეს აქტივისტი, იქნება ეს პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, უბრალოდ მოქალაქე, უბრალოდ რა ეხლა არ მოყვას ეს სიტყვა, ნუ მოქალაქე შეიძლება ორგანიზაციულად არ იყოს წარმომადგენელი, აქტიური მოქალაქე, ყველა შეაშინონ და საბოლოო ჯამში აქ რაღაცა რუსული თუ კიდე უარეს ტიპის დიქტატურა დაამყარონ. კიდე უარეს რო ამბობ, რას გულისხმობ, იცით დღეს გამოქვეყნდა ეგ საქსტატის მონაცემები იყო და სოფლის მეურნეობაშიც კი რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა, რომლითაც ამაყობდნენ, ჩვენ უნდა განავითაროთ, თუ სოფლის მეურნეობა გვახსოვს წინამორბედი უარყოფდა რატოღაც სოფლის მეურნეობასთან მწრალად და ესენი გავითარებას საუბრობდნენ და რაღაცა 10%-ის ფარგლებში არ იყო ადგილობრივი წარმოება უკვე კიდე უფრო დაცემულია, ხო? ჩვენ შეიძლება გავხდეთ უკარტოფილო ბელორუსია, რა ვიცი, უგაზო რუსეთი, უნავთობო და უტერიტორიო აზერბაიჯანი, მე ვასახელებ ისეთ სახელმწიფოებს, სადაც ნუ მეტაკლეობით, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით, ხო? მაგრამ მათ აქვს სოციალური მხარე მაინც მოგვარებული ჩვენთან, ეგეც არა გვაქვს და ეხლა არ შემიძლია იმ ფასების თემას არ გამოვეხმაურო, ერთ-ერთს დავამატებ, რომ ივანიშვილმა შეაშინოს პატიმრობით საკუთარი პრემიერები, პრეზიდენტები
პრეზიდენტები, რა ვიცი, ისინი რა ქვია, მინისტრები და ასე შემდეგ, ყველა როლის შემსრულებელი იყო. ვიღაცებს ვინც დაიჭირა შეშინებაც არ ჭირდება პირდაპირ აღიარებენ. აღიარებენ, სხვა ხელს ადებენ და რა ვიცი, რაღაცა სულად იქცევიან ძალიან და საქართველოში ტროტუარზე დგომა ერთ წლამდე პატიმრობით შეიძლება დასაჯონ, მაშინ როცა მაგალითად დღეს გამოუშვეს ადამიანი, რომელსაც რამდენი მილიონის მოპარვა ბრალდებოდა, მაგრამ ვიღაცაზე ჩვენება მიცე, ამ ფულის ნაწილი ჩაიტანა პატრონთა და ბატონთა. გირაოს თანხაც არის მნიშვნელოვანი 9 მილიონი ის ამ გირაოს. საინტერესოა, საიდან ხო, ბებიამ დაუტოვა, ბაბუამ დაუტოვა, ან თავად ივანიშვილის სახების წარმომავლობას ფრიად საეჭვო, მაგრამ მის გარემოცვა საიდან შეიძლება ეს სახები ქონდეს, ივანიშვილი ამდენ ახალს რო არაჩუქებდა ყველა ვიცით, ხო, ეს არის ჩვენ ჯიბიდან ამოღებული ფული. ხო, ფასებთან აი დაკავშირებით. ფასების საკითხს რო არ შევეხო, არ შეიძლება მით უმეტეს ახლა ეს ჩვენთვის ლეიბორისტების და მემარცხენეების ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენ გვყავს ხელისუფლებაში ფსევდო მემარცხენე პარტია. ამაზე ხშირად მემარჯვენეები გვედავებიან, აი თქვენ მსგავსი შეხედულებები აქვთ. რაში დაინახეს არ ვიცი. 13 წელი აკეთებდნენ საპირისპიროს, აგრძელებდნენ და ამყარებდნენ ოლიგოპოლიებს და მთავარი ოლიგოპოლისი საქართველოში არის მთავარი ოლიგარქი ივანიშვილი. მთავარი ოლიგოპოლისი არის მთავარი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც გარეშეც ვერადერი კარტელური. რატომ წამოიწყეს ეს ფასების თემის აქტუალიზაცია? შეთანხმება სხვა შორის სიტყვა კარტელს აღარ ახსენებენ, იმიტომ რომ ნათელი იქნებოდა რომ კარპურის გარეშე, ჯეფა თუ ქვია თუ არ ვსწრები ჯეფას გარეშე, ევექსის გარეშე და მასთან დაკავშირებული კომპანიების გარეშე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული კომპანიების გარეშე კარტელი ვერ იარსებდა სრულ მოთამაშეებზე საუბარი. შესაბამისად, მათ ორი მიზანი აქვთ. ერთი რომ კიდევ უფრო შეავიწროვონ, ასე ვთქვათ, კონკურენტები, რომლებიც არსებობენ ამ მასთან შეთანხმებით, პირდაპირ ვთქვათ, ესე არ არის, ყველა ვიცით, რომ ეს კარტელური შეთანხმება რეალურად ქვეყანაში სამწუხაროდ არსებობდა, არსებობს და კიდევ უფრო გამძაფრდა ივანიშვილის პირობებში, სხვა ხელისუფლების და რეჟიმების პირობებშიც იყო და კიდევ უფრო მეტი წილის აღება უნდა ივანიშვილს, ასე ვთქვათ, საკუთარი თავისაკენ, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უნდა თან ეს შემოგვასაღოს ჩვენ მემარცხენე მიდგომად, რომ თითქოს და ის სრულავს იმაზე, რომ რაღაცა რეგულაციები შემოიტანოს ამ სფეროში და პროპაგანდისტულად გამოიყენოს ეს თემა. და სამწუხაროდ ოპოზიციის რაღაცა ნაწილი ამ ნაწილს საერთოდ საუბრობს და ისე გამოდის, რომ ივანიშვილი გამოყავთ ძალაუნებურად რაღაცა ხალხის ჯიბეზე ზრუნავ რაინდათ და თვითონ გამოდიან ულტრამემარჯვენე რაღაც ეკონომიკური მოდელებით, რომელსაც ხალხი ვერ იგებს. სიამოვნებაში მეგობრებო, რა თქმა უნდა, რეგულირება შეიძლება, ოღონდ ეს უნდა იყოს კანონმდებლობაში და არა რაღაც კომისიებში. რომელი ფასების კომისია? მაშინ სად არის ხელფასების კომისია? მოდი ავიღოთ. თუ ფასების კომისია უნდა იყოს, აბსურდია, კანონში უნდა იყოს სიამოვნებაში და არა კომისიაში საქმე, მაგრამ თუ ფასების კომისია, მაშინ მოდი ხელფასების კომისიად შევქმნათ და გავარკვიოთ, რატომ შეიძლება კონდეს დეპუტატებს 12-დან 14-16000 ლარი, რატო შეიძლება კონდეს ყოველად უსაქმურ და რაღაც ძალიან საეჭვო რეპუტაციის, მე თუ მკითხავ დამნაშავეს, იგივე თავთან თურნავას ორჯერ მეტი კიდევ 32000 ლარი და რომ დათვალეს 300 პენსიონერის ტოლფასი ღირებულების მქონე ადამიანი, რატოა მაგალითად თურნავა და რატოა 150 პენსიონერის ტოლფასი პირობით, ახლა შეიძლება ციფრები ზეპირად გაანგარიშება შემეშალოს, მაგრამ 10-ულჯერ და 100-ულჯერ მეც რატო იღებენ ეს ხალხი, ხო? არ შეიძლება ესეთი სხვაობა არსებობდეს. ჯერერთი მე არ დამავიწყდება ივანიშვილის ზეპირი დაპირება, მე მგონი პროგრამაში ესე ღიად პირდაპირ არ ქონა გადატანილი. გახსოვთ რა სამობდა? ჩვენო სააკაშვილის პირობებშიო არასწორად ითვლებაო საარსებო მინიმუმი. სწორი იყო ამ ნაწილში, ჩვენო გადავიანგარიშებთო და რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება არც შემწეობა და არც პენსიაო. და დღეს 250 ლარის პარგლებში ფიგურებს ეს ამბავი. შესაბამისად ეს არის მორიგი შოუ ივანიშვილის ორმაგი მოგებით თუ აცლით მას პიარულად. ერთის მხრივ მას უნდა რომ დამატებით წილი წაართვას მოწინა ამ ოლიგოპოლიის და ამ კარტელების სხვა მოთამაშეებს და ნაკლები დაუტოვოს, მეორეს მხრივ უნდა ჩაითვალოს ვიღაცის თვალში, რომ ის კი არ არის მთავარი პრობლემა და მისი კარპული და მისი ორი ნაბიჯი და ასე შემდეგ, არამედ პრობლემაა სხვა კომპანიები. კი ბატონო, რომელიც ასევე პრობლემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის არის მთავარი მაკონტროლებელი და მთავარი ფიგურა როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესში. მესმის და მინდა შეკითხვაზეც მოვასწროთ პასუხი. სხვა შორის უნდა ვთქვა, აი ტროტუარების კანონთან დაკავშირებით ეს მინდა რეპლიკის სახით, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის, როდესაც საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით იჭერდნენ ხალხს, იქ მოსამართლეები ეუბნებოდნენ, რომ აი ტროტუარზე რატომ არ გადადიხართო და ახლა და იქ გააპროტესტეთო და ახლა, როდესაც ტროტუარების კანონით ასამართლებენ ხალხს, ის მოსამართლეები ხვდებიან, რომლებიც ამას ეუბნებოდნენ ადამიანებს და რაც მთავარია, იჭერენ ეს მოსამართლეები თავისი სიტყვები, რომელსაც ამბობდნენ სასამართლოზე, ახლა იმ სიტყვებით იჭერენ ხალხს. მე ამ პროტესტზე მინდა გკითხოთ, რა სჭირდება ახლა პროტესტს იმისთვის, რომ
პროტესტი კი არ იყოს თავდაცვის რეჟიმში, არამედ ქართული ოცნება იყოს თავდაცვის რეჟიმში და დასუსტების რა რეჟიმში. თქმა უნდა, მეტი ორგანიზება ჭირდება, მეტი რესურსები ჭირდება, არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ეს რესურსიანი ადამიანები, აი ხა იმ მარკეტები რო ახსენეთ, უმცროსი პარტნიორები ამ კარტელებში, სხვა რამებით რო იყვნენ დაკავებული, ხა საკუთარ ტყავზე იგზდეს და არ ვიცი, ხა როგორ აღიქვამენ და რა რეაქციას მისცემენ ამ იმას, რომ ესეც საჭიროა მინიმალური რესურსი, მაგრამ შიშველი ხელებით რაც შეგვიძლია ვინც ვართ, მადლობის მეტი არაფერი მეთქვის, ვინც იქ დადის, ყოველ საღამოს ეხაც ვაპირებ აქ წასვლას და შენც მადლობა, იმიტომ რომ შენც როგორც რიგითი აქტივისტი იყავ იმ დღეს და მიკროფონით ხელში არ გაიკეთები ეს უბრალოდ სამოქალაქო, ასე ვთქვათ, პროტესტის ფორმა იყო და აქტი იყო, როცა მოხვედით დადექ ჩვენთან ერთად და ამის გამო პატივი მოიხადე, ხო? ეს გზაც ვერ უნდა გავიაროთ მასობრიობა ამ თვითგანწირვის, თუნდაც რა ვიცი, სასურველი ადმინისტრაციული იყოს, ეს მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა საერთაშორისო სანქციები, რომელიც იგვიანებს სამწუხაროდ, მაგრამ დღეს არის თუ არ ვცდები, ხო, გირგვლიანის კვლელობის დღეა და ადამიანებს განსაკუთრებით ვინც ამ ხელისუფლების ამომრჩეველი იყო, მინდა კარგად გაგახსენოთ 2016 წლის შემდეგ განსაკუთრებით, ეხლა მით უმეტეს როცა ღია დროსული გახდა რეჟიმი, მე არ მესმის არც ერთ თქვენგანის, ვინც პოლიტიკაში იყავით ივანიშვილთან ერთად 16 წლის შემდეგ, ან მისი ამომრჩეველი იყავით, იმიტომ რომ მურუსიძე და გირგვლიანი იყო წინა ბორბედი რეჟიმის და ის სასამართლო იყო მთავარი დანაშაული, მე ვიტყოდი და არა პრობლემა და შეცდომა, ასე რომ გაუგებარია, რატომ შეიძლება ადამიანი ერთ დღეს ცხონებულ სანდრო გირგვლიანს, ცხონებული ნენუქიძეს ახსენებდეს და სამართალს დღემდე ითხოვდეს და ამ ადამიანის ასე ვთქვათ, იქ ყოფნას არ აპროტესტებდეს, მეორეს ხო სრულიად გაუგებარია, ხო? არ არსებობს ადამიანს არ მოეთხოვოს პასუხი სამართლებრივად და ერთი რამის დამატება მინდა დღეს რაღაც თეორიებს ავითარებდნენ სხვათა შორის და იმის გაგრძელება, რომ თურმე კორუფციის გამო ადამიანები კი არ უნდა დაავადოთ, მაგალითად გამოსასწორებელი სამუშაოებით შეიძლება დავსაჯოთო და ასე შეხვდოს ოპოზიციის მხრიდან იყო ესეთი თეორიები. იცით რა, არ შეიძლება ქვეყანაში ისჯებოდეს მშიერი ნემსის ქურდი და არ ისჯებოდეს მაძღარი აქლემის ქურდი. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დავასრულოთ ეს რეჟიმიც, რა თქმა უნდა, მათ შორის, იმიტომ რომ პრორუსულია, იმიტომ რომ ყველაზე ყაჩაღია ეს არნიშნავს, რომ სხვები კარგები იყვნენ, ვინც იყო მათ მიმართ სამართლიანი პრეტენზიები არსებობს, ყველაფერი მიუყვანოთ მრავალპარტიულ მმართველობამდე, რის გარეშეც ვერ იარსებებს, აი ამნაირი სასამართლოს გარეშე, სხვა და სამართლიან სასამართლოში წარმოუდგენელი იქნება ერთის მხრივ ფასების პარლამენტში გარკვევა და არაკანონით გარკვევა რაღაცა ფსევდოკომისიებით და მეორეს მხრივ ადამიანების დაჭერა იმის გამო, რომ საკუთარ აზრს თუნდაც ზოგიერთი არასდროს გამოხატავს და ეს დავამატებ ბოდიში ვიღაცას შეიძლება გონია და ამას ავითარებენ ამ თეორიას, რომ ჩვენ არ მარტო ამ აქციებზე ვზრუნავენ, ხვალ და ზეგ და ჭიათურა ამის კარგი მაგალითია, სხვა თემატურ პროტესტებს ადამიანებს დაგიჭერენ თუ არ მოეწონება თქვენი აზრი, არ მოეწონება უკვე ჭიათურელებს სოლიდარობა და სხვასაც დაიჭერენ. თუ შევარჩეთ აქ. დიდი მადლობა.